ნინი, მოდი რა გაგისივდა ჩაი. აუ ნიკა. აუ. სოფამ რაღაცა დებილური თავსატეხი დააშიარა ასანთის ღერებიანი. და მხოლოდ 5% შეუძლია ამის ამოხსნავდო. გამოკეთებინე რა. მინარე. ასანთის ღერებიანი თავსატეხი რა უნდა იყოს ახლა ესეთი. ნინი, თავი დაანებე მაგ ასანთის ღერებს. აი, ცოცხალი თავსატეხი მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა. აი, ნინი, რა სუნია სადარბაზოში? რა სუნია და ინდუსები გადმოვიდნენ ჩვენთან მეზობლად. და იოგის გაკვეთილი ექნებათ ეხლა და დაანთებდნენ თან ერთ სურნელოვან სანთლებს. შენი სტატუსი ვნახე სამსახურს ვეძებ, looking for a job. ხო, აბა რა მინდა დილა ადრიანაკ. აი, ნიკა, რატო დამადექი თავზე და ჯექი? და ეს ჩაი ნიკამ დალიოს მიეცი, აჰა. ო, მადლობა. კვანცა? აი ესე პირდაპირ გაიღვიძე და სამსახური მოგინდა? აი ნიკა შტერი გგონი ვარ? არა, ჯერ გავიღვიძე, მომინდა ყავა და მე სამსახური. ძალიან მაგარია, რა გინდა მე? ვიპოვოთ შენთვის სამსახური. ხო, რა ვიცი, რაღაც ვაკანსიები კი ვნახე, მაგრამ აუცილებელი კრიტერიუმებიდან ვაკმაყოფილებდი მხოლოდ სასიამოვნო გარეგნობას და კომუნიკაბელურობას. ჩემო ძმა მითხრა ესე. მე რეგვანზე ისეთი სამსახური ვიპოვოთ, სადაც მარტო ეგორი კრიტერიუმია. მაგალითად ბანკში რო შედიხარ, სასიამოვნო გარეგნობის გოგოები რო გხვდებიან და რიგის ნომერს რო გაძლევენ. მშვენიერია. უფრო მარტივს გეტყვი. აბა? კოლ-ცენტრის ოპერატორი. ხმა ისმის და ქალი არ ჩანს. ან ფოტომოდელი. ქალი ჩანს და ხმას არ იღებს. აი მე არა, ეგეთი სამსახური არ მინდა. იცით როგორი მინდა? აი, დილით რო გავიღვიძო და ოფისში რო ვიყო წასასვლელი და რაღაც მნიშვნელოვან დოკუმენტებთან რომ მქონდეს საქმე და რამე თუ შემეშლება ვინმეს მარტივად რო გადავაბრალო. პარლამენტი რო გეცადა? კაი რა, ეხლა მატარე ყოველკვირა ქუთაისში. ო, ეგაა პრობლემა კი. კაი ნიკა, ეხლა ნუ სვენ გვანცა შენ ამას რა. ვიპოვით შენთვის სამსახურს, აბა რას ვიზავთ? ეხლა შენაერ იმე ჭკვიან? არა. განათლებულ? არა. ხუჭუჭა. შენაერ ხუჭუჭა თანამშრომელს ეგენი ვერ ნახავ. რა ვიცი. მოკლედ, ერთი ვაკანსია ვნახე, ყველაზე ძალიან მომეწონა რა. რაღაც უცხოური ფირმა, ჩაი შემოაქვთ გასახდომი. მოკლედ, ეს ჩაი ღირს 600 ლარი და მე თუ გავყიდე, იქიდან ჩემი არის 50 ლარი. ანუ ყოველდღე თუ ერთი ცალი გავყიდე, წელიწადში ძალიან დიდ თანხაზე გავდივარ. მაგრამ რა არის, იცი, მთხოვეს რომ არცად არ თქვაო ჩვენი კომპანიის შესახებ, საყვარლები და თავმდაბლები, მაგრამ არ მაწყობს, იცი რა, თუ არ დავჩექინდე ეგეთი სამსახური რა თმინდა. ო, აბა რა, სამსახური ჩექინად ხო უნდა გირდესა რა? ო, აბა რა, თორე იცი რამდენი ვაკანსია ვნახე. უი, ნინი, აბა ეს ნახე ერთი წუთი, მოიცადე, აი ეს ნახე, აბა. ამ ვაკანსიაზე ის კომპიუტერული პროგრამები უნდა მივთითო, რაც იცი გვანცა. ხო, მივუთითოთ. ესე იგი, ინტერნეტის საშუალოდ, Word-ი ლექსიკონით, Candy Crush-ი ვსხლავ. არა, არასდროს ეძებ თქვენ. მოდი ჯერ ისეთი სფეროები ჩამოვყავთ, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს. რატო რო წამოწიოს? არა, არაფერი არ ეშველება და ეს რო ვერაფერს ვერ დააკლებს. გვანცა აბა ეს ნახე. აბა.
ვაიმე, ეს ნახე ნინი, რაღაცნაირი თავში ავარდნილი კომპანიაა რა. მომწონ ხარ, გთანხმდები, რაღაც მოთხოვნებს რომ მიყენებ, რა მოთხოვნებია აბა ერთი მანახე. აჰა. პასუხისმგებლობის გრძნობა. ნუ ეს პირველი სამსახურია და არ ვიცით ჯერ. და პუნქტუალურობა. გვანცა აქ პრობლემები გვაქვს. ნუ არა უშავს ჩავუჯდები ამ გრამატიკას და გადავიმეორე. ეგ პუნქტუაციაა გვანცა. ნიკა, რა მნიშვნელობა აქვს? ერთი თუ მეცოდინება, მეორეს უფრო ადვილად არ ვისწავლი. ვაიმე. აი, შენს მტერს და ავად მახსენებელს. აბა ეს ნახე გვანცა. კლინიკა დელტამეც ესაჭიროება რეცეფციონისტი. კაი ნინი, რა რომელი ექიმი მე ვარ, თან ექიმი რეცეფციონისტი. რა ექიმი გვანცა, რეცეფცია არიცი რა არის? მიმღებია საავადმყოფოში. მოვა ვინმე ავადმყოფი გაატარებ რეგისტრატურაში და გაუშვებ ექიმთან. ხო. აი მე იცი რომელი კლინიკაა, ნიკა? ჩვენი რუსო რომ მუშაობს. აუ, იქნებ თხოვო და რეკომენდაცია გაგიწიოს. ვაიმე, ხო, იქნებ ცოტა მაინც გამიწიოს. შარიანინი. რატო ვითომ? რატო და ერთ კვირაში ორი მუშავარი მეგობარი და ერთით ნაკლებ მეზობელი გეყოლება. გოჩა რუსოს უმუშავრობას ნამდვილად ვერ გადაიტანს. აჰა, ესეც ასე. ვა, ორნიკე. შენ როგორი პუნქტუალური ბიზნეს პარტნიორი გახდი, ჰა? პუნქტუალური ბიზნეს პარტნიორი კი არა, სანამ შენ აქ ხუმრობ და იმაშვები, ცანცარებ. მე ჩვენს პოტენციურ კლიენტებს დავსდებ. თორნიკე, ეგენი ჩვენი კლიენტები არ არიან. ეგენი თვითმომსახურებიც არ გებლობენ. სელფებს იღებენ რა. გამაგიში ფრანიკო შენ რა. ბიჭო, აი ძმობას გავზებ, არ შეგიძლია რომ აი სულ გოგოებზე არ ილაპარაკო და არ იფიქრო და ცოტა ხანი საქმესაც მიხედო, ჰა? სხვათა შორის, მამაჩემა მითხრა, პირველი კლიენტი გამოგიგზავნეთ და აბა თქვენი ციტო. ვა, რა მაგარია, ნეტა რა ტიპია? ანუ როგორი ფოტოები უნდა გადავუღოთ რა? ნუ მამაჩემის გამოგზავნილი რა ტიპი იქნება? ვინმე ღიპიანი ბიზნესმენი. ღიპიანი? მაშინ პირველი სამი ოფიციალური გადავუღოთ. მერე ორი ეგრევე განსხვავებული და ბოლოს ვახტანგური სურათები რა. ნიკუშ, მომისმინე ხა? ძალიან გთხოვ, ზერელეთ ნუ უყურებ ამ საქმეს. პირველი რომ მამაჩემა გამოაგზავნა და აბა თქვენი ცოტა თორე მოკლავთ და მეორე. ფულიანი ტიპი იქნება რა. ბიჭო, რა ვიფიქრე, იცი? შეიძლება მამაშემა კლიენტი კი არ გამოაგზავნა. ვიღაცა გამოუშვა რომ ნახოს როგორ მუშაობთ. ანუ ხარისხს ვიკონტროლებს რა. ვაიმე, ბიჭო, მაგაზე კი არ მიფიქრია. რა ვქნათ? შენ არ ჩაერიო. კაი. რამე არ ჩავერიო ბიჭო, ხა მართლა შენ, შენ გირჩევნია მაგას წესიერი ფოტოები გადაიღო რა ნიკუშ რა. თორე შემდეგი შეკავთა რასაც მოგხსებს მამაჩემი, ჩემი გადებული ფოტო იქნება. შენ არ ჩაერიო, შენ. ნიკუშ. ხრმად ჩაისუნთქე. გზნობ. რას? ბევრი ფული სუნს ბიჭო. აუ ისე შემოსული ფულით რა ვქნათ, განათება ვიყიდოთ, რეკლამა გადავიღოთ თუ ფოტო ხელოვნებაზე ლიტერატურა გამოვიწეროთ, ჰა? რო დავლიოთ? ბიჭო, პირველი კლიენტი, რა მაგარია ასე ხარ, ჰა? ნეტა როგორი შეკვეთა იქნება ნიკუშ, ჰა? ბიჭო, ჩვეულებრივი ფოტოების გადაღება ხა ყველა შეუძლია, იმიტომ რომ ფოტოაპარატი მობილურზე ყველას აქვს. მაგრამ ახლა ჩვენთან მოდიან, ესე იგი რაღაცა სერიოზული უნდათ რა. იცი ეგრე ნუ იტყვი ნიკუშ რა. ესე იგი არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისი შვილის ბაღის ზეიმი. არა მგონია. რა გონია რა? ყავს შვილი თუ რა? ჰა? მოიცა, ისი თქმა გინდა რომ 4 წლის ბავშვი რაღაცა სისროლეს დაადგმევინებენ და ჩემი ბავშვი რო ზღარბი იქნება და კენგურუს რო გამოიცოკებს, მაგას შევხედავ სერიოზულად? რატომც? ვა, მაგარია, ხო იცი? კენგურუ. აბა ტაშიო. რა გიდევს ჩან თაშიო. ნუ ალბათ
თოვლის ბაბუ მაჩუკა. იგოზი და თაფლიო. იგოზი და თაფლიო. კენგურუ. აბა ტაშიო. გოჩა ყავას დალევ. არა, რუსო არ მინდა. ეგ შიმშილის გრძნობას არ მომიკლავს და ტყუილი ხარჯი გამოვა. მე გავაღებ. გამარჯობა რუსი. დიდი ახალი წელია. კიდე რა კაია გოგოებო, ყავას დავლეთ. გოჩა გამარჯობა. მოდით დასხედი. კარგ დროს მოგვიტანია ეს შოკოლადი. ძალიან. მოდი. როგორ ახარ გოჩა? კარგად, შოკოლადთან ერთად მეც დავლევ ყავას რუსო. არის სახლია, რაღაცნაირი მშვიდი და მოხუცური. ხო, გვანცა, ისეთი თბილი სახლია, რესპექტაბელური. აქ რო შემოვდივარ, ყოველთვის მშვიდდები, რუსო. აუ ნინი, აი ესეთ სახლი მეც მინდა, ხო დაიწლების მერე. აი ბუხართან რო დავჯდები აქ შვილები რო. აი რომ აუცილებლად დავსაქმდებით, გვანცა, ყველა დავსაქმდებით, შენ ბევრი წელის ლოდინიკი არ მოგიწევს ახლა. რუსო, გვანცას უნდა შენთვის რაღაცის თქმა და ვერ გეუბნება. ლატო ლაპალაკი არ ვიცი თუ? რატო მითხარიო? ის ბავშვობიდან მერიდება უფროსებთან. მე გეტყვი რუსო. მოკლედ, გვანცამ გადაწყვიტა სამსახურის დაწყება. დედა რა მითხარ? და შენთან. დედა რა გადასარევი? შოკოლადია. მოკლედ, პირდაპირ გეტყვი რუსო. ინტერნეტში ვნახეთ ვაკანსია თქვენს კლინიკაში, რეცეფციაზე. ხო და გვანცას ისე მუნდა რომ წაიკითხა. თან მაქვს შესაბამისი პიჯაკი. არ გამოვა, ეგ ამბავი არ გამოვა. იცი როგორი მძიმე ხასიათის უფროსი მყავს მე. შენ ვერ გაუძლებ. წინა გოგო იცი რატომ გააგდო? დაქსეროქსებული საბუთები რატომ არ დაასტეპლერეო? აი ამიტომ არ გამოვა ეგ ამბავი. გაუმართვი გოჩა. კარგით რა. მაგაზე არ იდარდოთ, საერთოდ არ ვიცი ქსეროქსის ხმარება. ხო, თუ არ იცით. და მედიცინასთან რამე შეხება გააქვს? კი, ექიმი ჰაუსის და გრეის ანატომიის ყველა სერია მაქვს ნანახი ზეპირა. რუსო, გეხვეწები, იქნებ რეკომენდაცია გაუწიო. რაც თუ მაგას ვერ იზამთ. იზამ. დიახ, თუ ვერ იზამთ, უბრალოდ უთხარით რომ კარგი თანამშრომელი ვიქნები, საერთოდ არ დავაგვიანებ. ვაიმე, იცით. იცით დღეს ხო, იცით დღეს სახლიდან რომ გამოდიოდი. მამა ჩემმა მითხრა, ვინ ჩემს სამსახურს დაგაწყებინებს, დიდ ჯილდოს მიიღებსო. და არ დაუკონკრეტებია რა ჯილდოს გულისხმობდა? მამა. რა ვიცი, რასაც მე ვეტყვი, ის იქნება ჯილდო. აუ რუსო, მიდი რა გეხვეწები რა. რაღაცა თქვი რა გვანცაზე რა. იცი რა გული აქვს რუსო. იმი გული რა შუაშია. სამედიცინო განათლება არ უნდა კონდეს? კარგი, ეხა ნუ ართულებ ყველაფერს ეხა რუსო რა. რა თქონდა ეხა სამედიცინო განათლება? რა დგება მიმღებში დოკუმენტებს გაატარებს და მაგის გაკეთებას რა უნდა? არა, გვანცა. რა უნდა რა? ერთი პირველი ხმა უნდა? არაფერია, დავატრეინინგებთ ბავშვს. დიდი ამბავი ხა დათვების სწავლობა ველოსიპედით სიარულს და ეხა მაგას რა უნდა ეხა როგორ ვერ ისწავლი დოკუმენტების გატარებას არა გვაცა? აბარა. აუ რუსო, მიდი რა. მიდი გეხვეწები რა. სადმე ესე საუბარში მაინც ჩააკვეხე, კაი გოგოა თქო. მე ნინი არ ზის ეს ყველაფერი ჩემ ხასიათში და რა გავაკეთო, ნუ? ნუ კაი, თუ კაი გოგოას თქმა არ გინდა? პროფესიონალი? საყვარელი? კაი ოჯახი შვილი რუსო? აკებენ? ძალიან ნორმალური. მე გავიგენი. ანუ იტყვი რამეს? მოვიფიქრებ.
ჭამე რუსო, მოგიტანეთ შენ. ბიჭო, სად არის ამდენ ხანს, ა? ამაში ეს გამოგზავნილი კლიენტია და შეიძლება გვერდით ღვინის მაღაზიაში შეიარა. გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგზანდით. ნიკა. ელიზაბეტი, შეგიძლიათ ელიზა დამიძახოთ. თორნიკე, შეგიძლიათ თოკო დამიძახოთ. თორნიკე. დიახ, მოგზადით. თქვენ ორნი ხართ აქ? დიახ. პრინციპში მეტი აქ არ დაეტევა არავინ ისეთი პატარა ფართია. მამა შენმა მეტი ვერ მოგიხერხა? სხვათა შორის ხალბატონო ელზა, ხვალ ჩვენ ფართავდებით. ეგ დაივიწყეთ. დავიწყეთ. გამორიცხულია. აბარა. ხვალიდან ჩვენ ყველანი ერთად ჩემი შვილის ქორწილით ვიქნებით დაკავებული. აშ მრავალჟამიერ, აბარა. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩემი ვაჟის ქორწილია და ამიტომ მოკლე მონახაზი მე თვითონ გავაკეთე. აი, ოი, მეს რომ ხელა დარბაზი. თბილისშია? ბიჭო, ფილარმონიას ვერ ცნობ? არ არის ფილარმონია. ფილარმონიაში რაღაცა ჯაზ ფესტივალი არ დაგვიწმეს. ამიტომ არ დავწყვიტეთ ჩემ ბიჭს გული, ჩამოვიყვანე დიზაინერები. და საბანკეტო დარბაზი დაამსგავსეს ფილარმონიას. ჭაღი გვაკლდა. არც მაგაზე ვატკინეთ გული, გაფრინდა მამამისი ჩეხეთში და ამაღამ ჭაღი აქ იქნება. ანუ აღარ ნერვიულობთ. ანუ განათება კარგი გვექნებაო, ეს იგულისხმება. ხო. მოკლედ, ფოტოები უნდა იყოს ძალიან უცხო და ორიგინალური. მაგალითად, სიძეს რო ზინავს და პატარძალი რო აგვიძებს? არა გენაცვალი, არც ეგეთი ორიგინალური არ მინდა. მე გეტყვით. პატარძალი რო შორს არის და სიძეს ხელის გულზე უზის ვითომ? მე ეგ მინდა ზუსტად. აი ზუსტად ეგ მინდოდა. ხო, ოღონდ ერთი რაღაც მინდა ეხა გითხრათ, რომ პატარძალს ფოტოებში ფეხებს ნუ გამოუჩენთ. რა პრობლემა ფოტოში არ გამოუჩენთ. მაგრამ აი თეფშის გატეხვისას რა ვქნათ? საერთოდ არ გადავიღოთ? უიმე და რას ქვია, არ გადაიღოთ 500 ლარიანი ვილეროი და ბოხის თეფშს უდებ. ნუ ეხა ვილეროი და ბოხი თუა? მაშინ ისი რა ვქნათ? აბა, აი კადრი პატარძლის თვალებიდან თეფშის დამტვრევისას გადმოვა ეგრევე თეფშზე. უკანა მხარეს, აი ეს made in Germany რო აწერია. და შემდეგ ეგრევე გადმოვა თქვენ სახეზე რო კმაყოფილი ხართ. უიმე შვილო, შენ ხარ გენიოსი. ეგეთი ყავს, გენიოსი. მოდი ერთ წუთი დაჯექი აქ, მოდი დაჯექი. რა მინდა გითხრა ეხა? დაჯი. პრობლემა მაქვს და მე მგონი შენ იმასაც გადამიჭრი მე. მოკლედ რა ხდება ეხლა? ქორწილში სკაიპით იტალიიდან ჩაერთვება ჩემი და პატარძლის დეიდა. ისე უნდა მომიხერხო ეხლა რომ ჩემი და უფრო ეფექტურად რო გამოჩნდეს. კი ბატონო, რა პრობლემაა? აი მონტაჟისას თქვენი პატარძლის დეიდას დავბლარავთ. ანუ ჩავაგნელებთ რა. ჩაგნელება კაია, მაგრამ კიდე რამე სხვა ხერხი არ არსებობს. კიდე რამე სხვა ხერხი. სხვა? კი როგორ არა? რამე ცუდ მუსიკას მივადებთ მონტაჟისას, რომ აი მაყურებელმა სწრაფად გადაახვიოს. ამ დროს ტელეფონი დავიწყებ რამე ფილმის გადმოწერას და შეიძლება ინტერნეტიც გაჭედოს. შენ გაიხარე, შვილო. მოკლედ, ეხა ესეა. რო შემოხვალთ, მარჯვნივ ისხედებიან სულ ჩემი ნათესავები და იმათ სათითაოდ სულ ყველას კარგად გადაიღებ. მარცხნივ ჩემი კვრის ნათესავები იქნებიან და ერთი კარგი საერთო ფოტო გააკეთე და აქცენტი გააკეთეთ უფრო პურმარილზე. დამიჯერე რომ შავი ხიზილალა უფრო ეფექტურად გამოჩნდება კადრში ვიდრე ჩემი მული. აღიჯარა. ჭამის დროს გადაღება ცოტა უხერხული ხო არ არის? მე რა არის უხერხული? არ უნდა ნახოს ხალხმა რა პურმარილი მქონდა ქორწილში, კი არა, სათითაოდ ყველა კერძი სათითაოდ გადამიღე კარგად და ციკას რო შემოიყვანენ კიდე ფეხზე დამდგარს, ის არ გამომიტოვოთ, არ დამღუპოთ. რა ვიცი, ხა მე მგონი ყველაფერი
თქვით, მოვჭით. დიახ, თქვენ ყველაფერი. თუ რამე კითხვები გაქვთ, აბა მითხარით და არა, მე მგონი არაფერი და იმედი ხა ჩხუბი არ ატყდება ხორცეში და რა ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის და არგი ბიჭო. თუ ჩხუბი დაიწყო, გამორთავ ამ კამერას. საცხოვრობთ ნეტა თქვენ რა. რას მარგა ქორწილი ჩხუბის garaშე? ის კი არა კაცებმა თუ არ წამოიწყეს, მე ავტეხავ იქ ერთ ამბავს. კი, ბატონოზე, ეგრე უნდა ვქნათ, აბა რა. ეს თქვენ გვერდით. ანუ ყველაფერს ვიღებთ. კი. ყველაფერს იღებთ, ყველაფერს. ხო, კარგი. აი, წავედი ახლა მოკლედ. არა, აბა მზადეთ, არ მომჭრათ. აბა რა, ბატონო. სად გეჩქარებოდეთ? ხო, იცით, ხა. გვანცა გავაგრძელოთ ეხლა თორე და გაგვიანდება გასაუბრებაზე და დარჩები ასე ტყუილად დატრეინინგებული და მცოდნე. ორი წუთი რა. ნინი, ესე რომ დავჩექინდე training for casting. განსნაირია? კი, კარგია გვანც. შენ CV ხო არ გააგზავნე? ჯერ არა. კიდევ კარგი, ეხლა შეგიცვლი მისამართს. თორე გვანცუშკები Yahoo.com-დან მისული CV შეიძლება არც წაიკიდე. ნინი, გვაცდენ ეხლა შენ, გვაცდენ. აი მე ნერვიულობ. ესე იგი, ესე ის ხდებიან როგორც ეხლა თქვენ, ხო? ხო, ნუ დაახლოებით. კაი, გვანცა დამშვიდდი რა. თავარია გასაუბრებაზე შენ ძლიერ მხარეებს გაუსვა ხაზი და ეგ არის. ნინი, მოდი ხა ეგ ჯერ ძლიერი მხარეები მოვძებნოთ და მერე ხაზი გავუსვა. კაი. მომისმენე გვანცა? ახლა მე დაგისვავ სავარაუდო შეკითხვებს დაახლოებით ისეც, რასაც იქ დაგისვა მე რომ არ დაიდგინე. რა გაქვთ ისეთი, რაც უპირატესობას განიჭებთ კონკურენტებთან? რუსოს ახლობელი. მაგი არც ერთ შემთხვევაში წამოგხსნეს. არც ერთ შემთხვევაში უნდა თქვა, რომ ხარ მოტივირებული. მოტივირებული, გასაგებია. აი მე გოჩა მაგ სიტყვას ვერ ვიტყვი რა. რაღაცნაირი სიტყვა, აი ძრთული. კაი, გვანცა, მაშინ მონდომებული თქვი, მონდომებული. ნინი, უხერხული არ იქნება? კარგი, მაშინ ასეთი შეკითხვა მომისმინე. თქვენ კონკურენტი კლინიკისგან მიიღეთ სარფიანი შემოთავაზება. რა სიზამთ? აუ არა. რა ივლის ყოველდილით სარფში? გვანცა მომისმინე? აი მაგ კითხვას თუ დაგისვამენ? აუ არა, საკმარისია, კაი? და რატომ ეხა ეგ იმათი საქმე აღარ არის? მართალი ხარ ნინი. აი ეს გულახდილობა მღუპავს სულ. იცი რა არის ნინი? მე მგონი გვანცას ძლიერი მხარეები უკვე ამოვწურეთ. მომისმინე? შემდეგი შეკითხვა. რა არის თქვენი სუსტი მხარეები? ეჭვიანი ვარ, ადვილად ვიბუტები, ვერ ვიტან ხახს და მალე ვთვრები. დავიც მე უფრო საოფისე საქმიანობაში მაინტერესებდა. საოფისეებში ლამაზად ვერ ვწერ. გაკრული ხელი მაქვს. ამ პროფესიაში პრინციპში საჭირო რამეც კი არის. ხო და მაშინ ესაც დადებითებში გადმოვსვათ. მამამისმა ჯილდო კი არა, ძეგლი უნდა დაუდგას იმას, ვინც ამას სამსახურში აიყვანს. ხო, რუსო. არა მეშავს შენ როგორ. კი, მოდის. არ არის პრობლემა თუ დააგვიანდება და სამსახურში არ აიყვანენ. სამაგიეროდ პაციენტად ნამდვილად დაიტოვებ. რეკომენდაცია? რა რეკომენდაცია არც კი ფიქრო გაც. ამას მიიღებენ კი არა, შენ არ გამოგაგდონ სამსახურიდან. რა სად მომიყვანე რა ეს რა სიბნელეში, სიღარიბეში და სივიწროვეში. მე მოგიყვანე? ვიყავ იქ მაგარკუნში. შავხიზელას ჭამდი კოზით და შამპანოს ვაყოლებდი ბოთლით. და თან მოთქვამდი, სადაა ჩემი ნინი, როგორ მენაწერება ჩემი ნინი, სად ჩემი პრინცესა ხარ როგორ მელოდება. სად გელოდება, აბა? აი ამ ქოხში თორნი. გეშინია ნიკუშ.
აი ამ ბიზნეს დეძას უნდა ამოვქოქავთ ნიკა და ბიჭო, ფული გადაგვიხადეს? კი, რაღაც კონვერტი მომცა ელზამ, მოიცა? აი, ნიკა, ეს უჩვენია? ბიჭო, ჩვენ თუ ესე გავაგრძელებთ, აი ძალიან მალე მე შენ გპირდები, რომ აი ამ ქოხიდან სასახლეში გადახვიდე. მოიცა. ეთყობა რაღაც შეეშალა თორნიკე. იმიტომ რომ ელზამ მითხრა რომ დაამონტაჟებთ მეორე ნახევარს მერე მოგცემთო და მეტი რაღა უნდა მოგცეს. აი, აღარ დავამონტაჟოთ, მეტი რა თუ გინდა, ეს თაგმანეს.